გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ესე იგი, დღეს მე მინდა წარმოგიდგენოთ კაკლის დამყნობა. ესე იგი, კაკლის დამყნობას რაც შეეხება. მე ეს ძირი გადავჭერი სადღაც ერთი კვირის უკან. დღეს არის 19 აპრილი. ხო და ესე იგი, რასთან და როგორ ვემზადებოდი, ანუ როგორ ხდება ეს პროცესი. გადავჭერი ძირი ერთი კვირის უკან. კაკლის ძირზე გავაკეთე სადღაც ესე ვთქვათ 3-4 მილიმეტრიანი ნახერხები, რომ წვენი სითხე ანუ გაეშვა დაბლა და არა ზემოთ. აი ახლაც გაჩვენებთ, უნდა კიდე გადავჭრა 1 სანტიმეტრზე, რომ ანუ მე ვფიქრობდი იმას, რომ დავამყნობდი მალამუთი და ვინაიდან მე მალამო ესე ვთქვათ არ მომიძიებია, დავამყნობ ესე იგი ცელოფნის მჭიდრო შემოხვევით. ესე იგი, ძირზე ნახერხები რატომ უკეთდება? როცა ამყნობთ მალამუთი, ესე იგი, წვენთა სვლა, ანუ სითხის სვლა ისეთი ძლიერია ხოლმე, რომ იმ მალამო გაშრება, ესე ვთქვათ, წვენი რეცხავს იმ მალამოს და ესე ვთქვათ პირს აღებს ინფექციებისთვის და ასე შემდეგ. ხო, ესე იგი, ვინაიდან ჩვენ მალამო არა გვაქვს, ვამყნობთ ცელოფნით და დაბლა ძირის ჩახერხვა საჭირო აღარ იქნება. მაქსიმუმ ჩავხერხოთ იმიტომ, რომ არის ესეთი მოსაზრება, რომ თავისივე წვენი, ესე იგი, თავისივე სითხე ახრჩობს კალამს. მაგაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ და გაჩვენებთ იქითმე კალამს, რომელიც დავამყენი ზუსტად არანაირ ჩახერხვა ძირზე არ გამიკეთებია, ესე ვთქვათ თავის წვენში ხრჩობოდა და როგორც ეთყობა კალამმა უკვე დაიწყო მუშაობა. ხო, კალმებს რაც შეეხება, კალმები ადრე გაზაფხულზე უნდა ავიღოთ, ადრე გაზაფხულზე და შევინახოთ მაცივარში, ჩავყაროთ ნახერხი ცელოფანში, ოდნავ მოვნამოთ წყლით და შევინახოთ სადღაც +10 გრადუსამდე, მაქსიმუმ +10 გრადუსამდე. ხო, ნუ მყნობა რა თქმა უნდა რატო კეთდება და რისთვის კეთდება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში, რა ვიცი, ძალიან ბევრია ისე და მეც ისე ვიყავი ხოლმე, ვრგავთ კაკალს, ვთესავთ და ველოდებით რას მოგცემს. მოგცემს სადღაც 7-8 წელში, გამოისხავს წვრილს, ეს რა დავგე, ეს რა გამიკეთებია და ასე შემდეგ. ანუ ესე რო არ დაგვემართოს, ვთესავთ კაკალს და მერე ვამყნობთ იმას, რაც ჩვენ გვინდა. ესე იგი, რა ხდება ახლა? გადავჭრით ამას კიდევ ჩვენ. ხერხი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ბასრი, რომ ძალიან არ დაგლიჯოს, ესე ვთქვათ, და წვრილ კბილება. აჰა, გადავჭერით. აი მოვაჭერით ეს. და ეხლა რა ხდება? უყურეთ. ჯერ აი ეხლა თუ დააფიქსირებს, არ ვიცი ეს ჩემი კამერა, ერთი კვირტი, კვირტის ქვემოთ აქვს კიდევ ერთი პაწია კვირტი. ესე იგი, რომელიმე შეიძლება და წაიღოს, ან და ორივემ წაიღოს, ანუ სასურველია 2 კვირტიანი კალმების აღება, 2 კვირტიანი. ესე იგი, როგორ ითვლება ეს? ნახეთ, აი აქაც აქვს ჩვენ ერთი კვირტი. ეს კვირტი ალბათ დაგვეკარგება, იმიტომ რომ ჩათლის დროს შეიძლება გაგვიფუჭდეს. ესე იგი, უნდა მივაქციოთ იმას, რომ ზედაპირი იყოს სწორი, ზედაპირი. მერე ვაზომებთ. ამასაც ესე ვთლით. ამას დავდებთ ჯერჯერობით ესე.
ტაქს. უნდა ვეცადოთ იმას, რომ კანზე დაემთხვას კარგად. მერე ვაკეთებთ აი ასეთ ჭრილს, უყურეთ. სადღაც აი გულის ნახევარზე გამოგვდის ეს ჩვენ. ძალიან არ უნდა შევიდეთ, რომ არ გასკდეს. ნახეთ. ამ ჭრილით ფიქსირდება ერთმანეთზე. ესე. აქაც იგივე ჭრილი გავაკეთეთ. ნახერხებს ვაცლით. Так, როგორც ჩანს, ჩვენ ათლილი არ გვაქვს აქ ნორმალურად. ამას მოვაცილებ კიდე ცოტათი ესე ამასაც ცოტა ესე დავამოკლებთ. ესე იგი პირზე ვეცდები, რომ ნათალი მოვიდეს კარგად და კარგად დაჯდეს ერთმანეთზე კალამი, რომ მაქსიმალურად ჰაერი რო არ გაზდიოდეს, ესე ვთქვათ რა. ნუ რა თქმა უნდა, ამ ვიდეოს გაგრძელება იქნება მერე როცა გაიხარებს. ჯერჯერობით არ გვინდა. ესე დაუკაკუნოთ ზემოდან, ჩავიდეს ბოლომდე. ხო. და აი რა გამოვიდა მეგობრებო, ახლა გაჩვენებთ. აი რა გამოგვივიდა. ერთი სიტყვით ახლა ეს შეიფუთება კარგად და აი ჭრილებზე რას გეუბნებოდით მეგობრებო, უყურეთ, აი მე აქ გავუკეთე ჭრილი, აი აქ. აი წვენი როგორ მოდის აქტიურად და გავუკეთე მეორე, აი რომ მალამუ არ გადაერეცხა, მაგრამ ეხლა ჩვენ გავაკეთებთ ცელოფნით მოვახვე მჭიდროთ ამას და მორჩება ამის ამბავი. ნუ რო გაიხარებს მერე იქნება და მერე ვნახოთ. არის კიდე მეორე მეთოდიც. ხო, არის კიდე აი მეორე ხერხით დამყნობა კალმის. ეხლავე წარმოგიდგენთ ამასაც. აი ჩვენ ამ კალამიდან აი შეგვიძლია ავიღოთ, ანუ გავაოროთ და ორად დავამყნოთ. ეს არის შედარებით წვრილი კალამი. იმასთან შედარებით რაც მე წერან წარმოგიდგინეთ და ამას აი ესე ვჭრით შუაზე. აი ესე გავჭერით შუაზე. ოთ, წყალი აქვს აღებული ძალიან უხვად, ძალიან კარგი. ამას ვდებთ აქ, ესე. რა თქმა უნდა, არ უნდა შეგეშალოთ კვირტების მიმართულება და ესე არ უნდა დაამყნოთ. ანუ კვირტი იხედება მაღლა, ესე ვთქვათ, მაღლა მიდის. აი ასე ვთვლით. პრინციპში ეს ძალიან ფუტუროა, მაგრამ კანი ადგილზე აქვს საბედნიეროდ. აი
Უფრო შეგვიძლია ჩავაკონუსოთ, აი ასე. რომ კანი ძალიან არ გადმოგვიწიოს, ეს ერთი. და აი ამ ადგილას ვაკეთებთ აი ასე, აი. ვუკეთებ ჭრილს. ცოტა ღრმად მოითხოვა. ესე. სასურველი რა თქმა უნდა რომ ტოტე იყოს ცოტა მსხვილი, ვიდრე ახლა ჩვენ გვაქვს საძირე ესე ვთქვათ. მეორე მხარეს ვაკეთებ იგივე ოპერაციას. და რა თქმა უნდა ესაც შეიფუთება ძალიან მჭიდროდ ცელოფნით. ესე იგი ხდება კიდე როგორ მეგობრებო, თუ კალამი არ გვაქვს საძირის სისქე, ესე იგი რას ვაკეთებთ? აი ესე მივადებთ დაახლოებით რომ უყუროთ და ამ სიგანეზე რაც ჩვენ კალამი გვაქვს, იმ სიგანეზე ვთლით, იმ სიგანეზე, რომ ესე იგი ჩვენი ამოცანა რაშია, რომ კანი კანს დავამთხვიოთ. რომ ეს შრეები ამ შრეებზე დაჯდეს. ხედავთ ხო? იგივე ვარიანტი კეთდება, როგორც წერან გაჩვენეთ. ეს კვირტი რა თქმა უნდა ძალიან არის გამოზრდილი, მაგრამ მე მაინც ვცდი. ესე იგი მყნობა პირველ რიგში არის ცდა. სადე და გამოგივა, არ გამოგივა და კიდე სადე. სადე გამოგივა, არ გამოგივა და კიდევ სადე. Ops.
მიდიხარ ბიჭო. Wakita mხრიდან ვერ ხედავ. აი ესე მეგობრებო. ხო, შევფუთავთ ამას მჭიდროთ, რა თქმა უნდა. ზელოფნით და გამო რაღაც არ გამოვა და გამოვიყვანთ. კიდევ ვცდით. აი ეს როგორ შევფუთეთ და აი ამასაც შევფუთავთ. გამარჯობათ მეგობრებო, აი ის ზირი რომელიც მე გუშინ დავამყენი, რომელზეც გესაუბრეთ კიდეც ბევრი, ნუ გარედან ფოლ გამოვახვიე უბრალოდ სიმბოლურად რომ მზემ ესე ვთქვათ ჭრილობის ადგილი რავი, ჩერესელოფანი არ შეატანს, მაგრამ მაინც დავახვიე, მქონდა და იმიტომ ნუ ეს არსებით მნიშვნელობა მას არ აქვს და აი მინდა თქვენი ყურადღება რაზე მივიქციო, ანუ და რაზე გავამახვილო. გუშინდელმა დამყნობილმა მეგობრებო, აი კალამმა უკვე აქტიურად ამოიტანა წყალი. ანუ წვენი, თავისი სითხე. ანუ კალამში გაატარა სითხე და ეს ჩემი საზრით იმის მანიშნებელია, რომ უნდა გაიხაროს. აი ნახეთ, აი წყალი, აი. ანუ გაატარა და ჩემი საზრით ამან უნდა აჯობოს დანარჩენ კალმებს. აი დანარჩენ კალმებს ეხლავე გაჩვენებთ მე გუშინ რო დავამყენი. ნუ ბევრი კადრში არ მოხვდა. შეგნებულად არ იყო ამის დრო და ამის ამბავი. აი ვნახოთ ეს რა შვრება. ეს არის მშრალი, ესაც გუშინ დამყნობილია, ანუ 19 აპრილს ძალიან იყო გამოშლილი კვირტი, მაგრამ მაინც გავრისკე და დავამყენი. სითხე ამას რა ვიცი, არსაიდან არ გამოზდის. ეს ერთი, აი ეს ორი, ამასაც სითხე არ აქვს ამოშვებული, დაბლა ჩაჭრილები აქვს. ეს გუშინაც აგიხსენით რომ მალამოთი თუ ამყნობთ უნდა ჩაჭრები, იმიტომ რომ სითხე მალამომ არ ამორეცხოს სანამ გაშრება მალამო და შრომა ესე თქვა წყალში არ ჩაიყაროს და თავისი ფუნქცია დაკარგოს მალამომ. ხო, და კიდევ დავამყენი აი აქ. აი აქ დავამყენი მეგობრებო. ამასაც ძირიდან აქტიურად გაზდის სითხე. ნუ ეხლა შევადარებთ ჩვენ, ანუ როგორ აჯობებს. ანუ ძირი ჩავჭრათ ხოლმე და ცელოფნით მალამოთი ვამყნოთ. თუ არ ჩაუჭრათ ძირი და სითხე გავატაროთ, ესე ვთქვათ კალამში, სითხემ რომ გაიაროს. და ეხლა შევეხე მე კიდე იმას, რომ ვინც უყურებს რა ქვია ჩემ ვიდეოებს, აი ეს არის 3-ში თუ 4-ში დამყნობილი ვაზი მწარე ძირზე და ნახეთ უკვე კვირტი უკვე იწყებს ამოხეთქვას, ესე ვთქვათ. კვირტი უკვე იწყებს ამოხეთქვას. რა თქმა უნდა, ამ ვაზებს მე ამ ვაზის მყნობაში მივაბავ. აი აქ რაღაც არ იყო კარგად განვითარებული კვირტი და უჭირს რაღაც. აქ იყო ორკვირტიანი და შეხედეთ რომ ეს კვირტი უკვე იწყებს მუშაობას. მეორე კვირტს ძინავს სამწუხაროდ. ხო. და განახებთ კიდევ მეგობრებო იმ დღესვე დამყნობილს თუთას, ანუ 3 თუ 4 აპრილი იყო, ვამყენი თუთა, აი კალამზე და აი კვირტებზე. ეხლა კვირტებს დავაფიქსირებ შეძლების და გვარად დავაფიქსირებ კვირტებს და აი ნახეთ რომ კვირტებს რაღაც
უკვე შეენიშნება რომ იწყებს, ანუ რა ვიცი, ღმერთმა ქნას დაიწყოს. ხო, გაჩვენებთ კიდე ანუ კაკალს დამყნობილს და აი ნახეთ რომ უკვე კვირტი უკვე იწყებს გამოშლას, აი დაბლითა კვირტი. ყოველთვის ვამახვილე ყურადღებას, 2 კვირტიანი უნდა ამყნოთ, 2 კვირტიანი. ანუ 2 კვირტი, ან ერთი მოგცემს შედეგს, ან მეორე, ან ორივე ერთად. კარგად ბრძანდებოდეთ მეგობრებო და რა ვიცი, დავაკვირდები შემდგომში კიდე რა თქმა უნდა და ამ ვიდეოებს ყველაფერს ერთმანეთზე ავასხავ და მოგართმევთ. კარგად ბრძანდებოდეთ. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ესე იგი 19 აპრილს დამყნობილი კაკალი მინდა წარმოგიდგინოთ. პროცესი რა თქმა უნდა უკვე ნახეთ, ვინაიდან ამ ვიდეოს უყურებთ უკვე. ხო და ანუ მინდა გითხრათ ის რომ ამის გარდა მე დავამყენი კიდევ 5-6 კალამი სხვა ხეებზე და მინდა ისინიც წარმოგიდგინოთ. ესე იგი მეორე დღეს ჩვენ ვნახეთ რომ აქტიურად გაატარა წვენი კალამმა. ეს იმის მანიშნებელი იყო რომ კალამი ამუშავდა რა თქმა უნდა და თუ ზუსტად მახსოვს მაშინ ვიძახოდი რომ მეთქი მოდით შევადაროთ თქო ის რა ქვია ჯობია ვამყნოთ მალამოთი და ძირი ჩავუხერხოთ რომ მალამო არ გადაგვირეცხოს წვენმა თუ ჯობია სუნთლად ჩაუხერხავთ და მალამოს გარეშე ცელოფნით თქო. აი ეს არის ცელოფნით. ეხლავე გაჩვენებთ, ეს ფოლგა უბრალოდ მოვახვიე მე იმიტომ რომ მზის სხივმა ესე თუ ისე არ შეაწუხოს და რა ქვია ერთ სიტყვით ეს არის ცელოფნით. ხო, ყველანაირი მალამოს გარეშე. ეხლა გაჩვენებთ ამავე დღეს დამყნობილს გაჩვენებთ ეხლა მე რა ქვია კალმებს რომლებსაც ძალიან უჭირთ და მიზეზი რა თქმა უნდა არის მხოლოდ და მხოლოდ ის რომ დამყნობილები ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ ნაპირა ტოტებზე და არა მთავრებზე ესე ვთქვათ. აი მთავარი ტოტი რომ გადამეჭრა მე მაღლა მაგალითად, ხო, აი მსხვილი ტოტები და კანქვეშ მივემყნო 100%-იანი უნდა წაიღო ისე როგორც საჭირო იყო. აი როგორც ეს ვამყენი მე. ამ კვირტს არა უშავს, აი დაიბერა, მაგრამ ძინავს. ეს საერთოდ არ მომწონს. ხო აი კიდე ეს კვირტი ძალიან იყო გამოშლილი, ცოტა დაიწყო გაშლა, მაგრამ შეჩერდა და დაბლა კვირტი, აი ხედავ დაბლა კვირტს, ეს ესე თუ ისე დაიბერა და რა ვიცი, დაეძინა ესე ვთქვათ. ამან უნდა გაშალოს, აი ამან და აი ამან. მაგრამ არის ცოტა გვიანა პროცესი ესე ვთქვათ. აი კიდევ რომელი კვირტიც იყო ძალიან დაბერილი, მაშინ ვთქვი მე რომ გავრისკავ მეთქი მაინც ძალიან არ მეთქი დაბერილი, მაგრამ გავრისკავ. აი ამ კვირტს არაფერი არ უჭირს, მუშაობს. აი ამ კვირტმაც უნდა გამოიტანოს წესით და გაჩვენებთ კიდევ იქით ძირს. ესე იგი, მაგრამ ფაქტი ისაა მეგობრებო, რომ ჯობია წვენთასვლა იყოს აქტიური, წვენი ამოუშვას კალმიდან, რომ ესე იგი უკეთესად გაიხაროს ჩვენმა დამყნობილმა. აი ეს კვირტიც კარგად არის დაბერილი, აი ეს კვირტიც მცდეთ აი გვერდზე, ხო. ანუ მწვანე არის გადაჭრის ადგილამდე და ეს იმის მანიშნებელია, რომ კალამი არის ჯერ ცოცხალი და მუშაობს, ესე თუ ისე ეცდება.
ხო. ცნობისთვის მართლა დღეს არის 5 მაისი და 19 აპრილს მაქვს ესენი დამყნობილი. და რა თქმა უნდა კიდევ აღნიშნავ იმას, რომ ესე იგი თუ დიდ კაკალზე ვამყნობთ და არის უვარგისი, საერთოდაც შეგვიძლია ესე გადავჭრათ, საერთოდაც კანქვეშ ვამყნოთ. პროცესი გაჩვენეთ აი აქ კანქვეშ ყნობის. ხო, ერთ სიტყვით ეგრე და როდესაც გვაქვს ძირი უკვე ანუ დათესილი კაკლისგან ამოსული ან თავისით ამოსული, აი ამ პროცესმა როგორც ხედავთ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. ერთ სიტყვით ესე. კარგით, კარგად გზამდებოდეთ წარმატებები.